მოგესალმებით, მეგობრებო, მე გახლავართ ლაშა გელაშვილი და თქვენ უყურებთ გარიგების მორიგ ეპიზოდს, სადაც ჰანგრიმენიდან ვასას და გუგას დუო ეცდება, რომ ჩვენი იდუმალი ბანკირის მიერ შემუშავებული სისტემა ამოხსნას და გამოიცნოთ თუ რომელ кейსში არის მოთავსებული 2000 ლარი. სალამი მშიერ ხალხს. როგორ ხართ? როგორ მოაქვს უკვე ადრენალინი? საოცარია აქ დგომა მართლა აი. მართლა ამიკანკალდა მართლა ერთი ადგილი. ჯერ სათხად აქ მოსული სტუმარი კანკალის გარშე არ წასულა. მადლობა თქვენ სტუმრობისთვის და აგრეთვე მადლობა ჩვენს ახალ მეგობარ კომპანიას WhiteBit Georgia-ს, რომელიც გახლავთ WhiteBit Global-ის სანდო პარტნიორი საქართველოში. WhiteBit Global არის ერთ-ერთი უდიდესი ცენტრალიზებული კრიპტობირჟა მთელს ევროპაში, რომელიც ასევე ბარსელონას სპონსორია. ბარსელონას გულშემატკივრების ცოტა ხანში საინტერესო ინფორმაცია მექნება, ხოლო თავად WhiteBit Georgia-ს მიზანია შექმნას უსაფრთხო და სანდო კრიპტობირჟა საქართველოში უფრო ხელმისაწვდომი გახადოს კრიპტო მიმართულება, სადაც მომხმარებელს შეუძლია რომ გაანთავსოს ინვესტიცია, შეიძინონ კრიპტო, ან კონდეთ ნებისმიერი წვდომა კრიპტო სერვისებზე სწრაფად და მარტივად. კრიპტოზე ხო დაგვერიცხება ეს თანხა? აუცილებლად, თუმცა მაინტერესებს ჯერ როგორი რეკლამა იყო. ძალიან იდეალური სპიჩი იყო. იცი რატო? იმიტომ რომ იდეალური რეკლამა სწორედ YouTube პლატფორმაზე კეთდება, ალბათ დამეთანხმებით და ნებისმიერ კომპანიას, ვისაც გააქვთ სურვილი, რომ თქვენი რეკლამა კრეატიულ და ორგანულ ჭერში იხილოს საუკეთესო აუდიტორიას, ამ შემთხვევაში ჩემს მაყურებელს გულისხმობ, აი აქ ამონათდება მეილი და შეგიძლიათ საქმიანი თანამშრომლობისთვის მომწერო. სულ 11 кейსი გვაქვს, სადაც ერთი თეთრიდან 2000 ლარამდე ღირებულების თანხებია მოთავსებული. და აგრეთვე გვაქვს X თანხა, რომელიც ჯერჯერობით არ ვიცით რამდენია, მაგრამ ვიცით რომ ერთი თეთრიდან 2000 ლარამდე სადღაც რეინჯში იქნება თანხა რა. ხო არ შეარჩიეთ უკვე რომელ რიცხვზე? სხვათა შორის ვიცით რომ ეს ბატონი ბანკირის ისი გადაწყვეტილებით იქნა განთავსებული და ჩვენ ფიქრობდით ახლა რომელ ციფრში შეიძლება ჩაედო მას ეს თანხა. და რაღაც ციფრები გამოვრიცხეთ უკვე. რომლები გამოვრიცხეთ? გამოვრიცხავთ უკიდურესებს პირველი და 11 არ იქნება, იმიტომ გამოვრიცხავთ ნუ ამბობ. მე გამოვრიცხავ. მე ჯერჯერობით მე პირველი და 11 არ ვირჩევ, არ ვირჩევ შუას ზუსტად, ანუ 6-იანს. და ვასა თუ გეთახმა, იმიტომ რომ ეს წყვილში თამაშობ. აი 6-ის გამოვრიცხე. მაშინ 2 3 4 7 8 9-ში ვეძებ. ვასა თქვენ რას მე არ ვიცი, ნუ ისეთი დარწმუნებულია ჩემი კოლეგა, რომ მაგრამ მე მაშინ ერთს ვიტყვი 8-იანს. ეს უკვე უბნები თუ არა, ჩემას ვამბობ 8-ას, ეხლა შენ თქვი და საშუალო გავყოთ 2-ზე. მოდი ჩვენი გუშინდელი საუბარი, ჩავთვალოთ რომ იყო ნიშანი რუიანეთთან დაკავშირებით და მოდი ავიღოთ 8. 8? არ ახსოვს გუგას. 8 ნომერი. რამე ავიღებ და მოგაწვით, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ кейსში იქნება 2000 ლარი, ეს თამაშის ბოლომდე. როგორი кейსია? ოღონდ თამაშის სადამამზადეთ? ჯერა თამაშის ბოლომდე არ უხსნით რა თქმა უნდა. რა თანხაც არ უნდა მოიგოთ, ჩვენი სპონსორი WhiteBit Georgia და გირიცხავთ VB ბარათზე. VB ბარათი გახლავთ პირველი კრიპტო მეგობრული ბარათი და გარდა იმისა, რომ შეგიძლიათ თქვენს მიერ შეძენილი კრიპტო აქტივები მარტივად აკონტროლოთ, ასევე აქვს Google-ის და Apple Pay-ის მხარდაჭერა და შეგიძლიათ გადაიხადოთ ნებისმიერ ადგილას ან გაანაღდოთ თანხა ნებისმიერ საბანკო ტერმინალიდან. შეგვიძლია რომ დავიწყოთ, მაგრამ სანამ დავიწყებთ, აუცილებლად გლიჯეთ ლაიქს. გამოიწეთ არხი, რადგან 150,000 გამომწერზე კიდევ ერთი უბომბესი კონტენტი გელოდებათ. ხო გაინტერესებთ? ლაშა, მინდა აღვნიშნო აი ამ კონტენტთან დაკავშირებით, რომ ძალიან მოგწონს შენი კონტენტი, როგორც აკეთებ, ჩანს შრომა, ჩანს გემოვნება და თქვენც რომ მოუწოდოთ თუ ვიღაც არ მიჯერებს. გამოიწერეთ ჩვენი არხიც. ჩვენი არხიც შენზე იყოს. გამოვიწეროთ ლაშას არხი, თხოვნა იქნება, იმიტომ რომ თხოვნა კი არა. 67% ისე უყურებთ, რომ არ იწერთ. იბრძანებთ. ახლა მეგობრებო შეგვიძლია უკვე გავხსნათ პირველი кейსი. ეგრევე 2000 არ გავა. მოდი მაშინ მე პირველს ავირჩევ. პირველივე აირჩიე. რაც გამოვრიცხე, იმებს მივყვები მე. ამიტომ იყოს მოდი არა. პირველი ნომერი. პირველი ნომერი გავხსნათ. იმედია არ ჩაგვეჯდება თამაში. ჩაგვეჯოს არანაკლებებია შეგინდა. პირველი кейსი უნდა გამორიცხონ ნომერი პირველი. არასდროს პირველში არ უნდა იდოს გამჭირვალეს მინდა უთხრა. ხო და მე მგონი იდო რომელიღაც ეპიზოდში აღონთ არ მახსოვს. კი ბატონო. იმიტომ ჩვენ აქ გვიდებს რუიანი, რომელსაც ფეხს არ მოუწვით. დავიღუპეთ კიო. მე მგონი ეს ფეიკი? ბანკის წამყვანის მოვალეობა. მე მგონი ილუზიონისტის. მე გეტყვით რომ რიცხვი რომელიც აქ წერია რიცხვი უკვე ნულიანით თავდება. ნულიანით თავდება.
პირველი არ არის. პირველი არ არის და X-ის და არის 50 ლარი, მშვენიერი დასაწყისია, მშვენიერი დასაწყისია. გილოცავთ. ერთი кейსიც უნდა გავხსნათ და შემდგომ უკვე ბანკირი შემოგთავაზებს მის პირველ გარიგებას. რომელი გავხსნათ? ნიკამ გახსნა სამჯერად. მოდი, მაშინ კლამს იმის სურვილი, რომ ცხრიანში რაიდო. ბიჭო, რატო? ცხრიანში დიდი შანსია, სუყე იქნება. ხო და მეც მეგონია, მაგრამ სადღაც ხო იქნება. ხო და ხომ მაინც მოგვიწევს. არა, უბრალოდ ცხრიანში მეგონა რომ იყო 2000 ლარი. ხო და არაერთში. და ეგრე მაგრად უვით რომ მაგ მისჩვენე რომ დავადასტურო ხალხთან, მაყურებელთან. ბოლოსკენ დავატოვოთ მირიკი. და მაგეჭვებში ვიღრღნათ? კი ბატონო. რა ვიცი, იყოს 11 ხა. რეინჯი შევამციროთ, ხო? შევამცირე 2-დან 10-მდის. საინტერესოა, ანუ გუგას ლოგიკით, ასე ვთქვათ, უკიდურეს ადგილებში ერთსა 11-ში არ უნდა იყოს დიდი თანხა მოთავსებული. ერთი ის ვერ გავითვალისწინეთ, თუ წინა გადაცემებში მართლა დაკავებული არის უკვე რომელიღაც ციფრები და იყო. და მე მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ გუგა მართალია, იმიტომ რომ ერთი თეთრი გახსნეს, ერთი კაპიკი მოხსნეს ეგრე. ბრავო გუგა, ბრავო. მე ავირჩიე მინდა გითხრა, მაგრამ კი ბატონო, ბრავო გუგას, არ არის პრობლემა. მე რასვავ, იცი რომ გუგას ლოგიკას იყოს, დავტოვოთ თუ ვასა, პირიქით, ასგები რაც გაიხსნება იყოს ჩემი ლოგიკა, ნიკას ლოგიკა იყოს დიდი მსუყე თანხების გახსნა. კარგით, ახლა ველოდებით ჩვენ იდუმალი ბანკირის პირველ შემოთავაზებას. რა кайზარია? უკვე მზადა აქ ესე იგი. ალო, გამარჯობა. ვაშა, ის მაღალი ძალიან ბევრს ლაპარაკობს რა. ხო და შაურმა ხო არ ესიამონებოდა ეგ კითხე. პირველი შეთავაზება? კი. პირველი შეთავაზება არის შაურმა. გასაგებია, მადლობა. დაგვარტყანა ხე? კი, რა თქვა? ჩვენმა იდუმალმა ბანკირმა პირველ შეთავაზებად გადმოგცათ შაურმა. რომელი კომპანიის არის? მაგას ჯერ ვერ გაიგებთ. ხო რა ვიღოთ. ჩვენი რო არ არის ზუსტად. მოდი ზუსტად ვისწრე შაურმა არა აქვს. მოდი ავიღოთ. არ გვინდა. გვეყო რა შაურმას ჭამეთ აქამდე. მეც მის არც გამიკვირდება, ხა იდეალური სტარტი გაქვთ და ვიცი რომ შაურმაზე არ დათანხმდებოდით. სანამ გავაგრძელებთ ჩვენ ასე ვთქვათ თამაშს, ამ თამაში ასევე მონაწილეობს challenge box-ები. აი არ არის სწორი. სადაც თქვენ გიწევთ ყოველი 2 кейსის შემდგომ ერთი challenge box-ი გახსნათ და შესაძლოა მოგიწიოთ მარტივი საშუალო რთული დავალების შესრულება. თუმცა გადაულახავი პირდაპირ კითხვით არაფერი არ არის. რომელი challenge box-ი გავხსნათ? გუგა, მოდი გავხსნი და ესე ვქნათ, ვინც გახსნის იმას შეასრულოს. არა, ნახე, იცი ხარე რა მოვიდეს, მაგათ შენ ხო ბუასილი გაქვს, ამაგას მე შევჭამ. ანუ რაღაც ეს შეუწყოთ. გაიხარე გუგა, მადლობა კი ბატონო. ლავბანში. იყოს ორიან. რომელიც გახლავთ ყვითელი challenge. საშუალო სირთულის ფანტანი. საიდან გამოდის ეს ფანტანი? ამას ცოტაღაში გავიგებთ. ჩვენ გვაქვს თქვენთვის მომზადებული ერთ-ერთი თქვენი საყვარელი challenge. გვაქვს 4 ასე ვთქვათ, სასაცილო ვიდეო, რომელსაც აჩვენებთ რომელიმე თქვენგანს. ანუ ერთი დაიჭერს ტელეფონს, პირისპირ დადგება, მეორეს აჩვენებს და ამ 4 ვიდეოს განმავლობაში მეორემ არ უნდა გაიცინოს. მეორეს ექნება პირში წყალი და ეს ვიდეოები თქვენ გააქვთ? ჩვენ გვაქვს მომზადებული. გუგა, მე გაჩვენებ, იმიტომ რომ არა, ეს უნდა გადაწყვიტოს ოზი. მაშინ მე პირდაპირ გეტყვი რომ მე მეცინება ხოლმე ყველა. ხო და შენ მოდი აქ და დაიჭერე. მე უნდა შემესხა. აი ზუსტადაც რომ. ნაზი ხარ? აბა მე შემესხავს. მე არ შეგასხა. ეგა მაგაზე. მე არ გავიცნი. მაგაზე ვიყო ისა რა ქვია. შევეცდები რომ არ შეგასხა, რა გჭირს. გარგი წერმაში. შემასხოს. კაი, მზად ხარ? გუგა მოატრიალე და ისე ჩახე. მოიცა ერთი. რა დავშვიდი, პანაშვიდები რაც არის გაიხსენე ხა. ახლა წარსულის. მის აი. მე მგონი ვიდეოების ყურება არ არის საჭირო. კაი, შეხე მართლა ბავშვები ხო? კაი. შიში. მზად ხარ? კაი. ჩამერთო მაინც ის. აი მეთეთ. რა პანაშვიდებზე იფიქრე ხო არ გაგიჟდი. მზად ხარ? პირველი ვიდეო მშვენიერია. მომემზადე ხა მეორე ვიდეოზე გადახვალ პირდაპირ.
მორჩა, შვენიერია. ო, მორჩა, შემდეგი. მეც მაინტერესებს რა ხდება. ამაზე შენ არასდროს ანაშვიდები გახსოვდეს უკვე. კაცი. ეგარი, ყოჩა. მე გადაყლავებს. მეგობრებო, როგორ იდეალურადაც დაიწყეთ, ისე იდეალურად შეასრულეთ პირველი ჩელენჯი. შვენიერი საწყისია. ახლა შემდეგი кейსი უნდა გავხსნათ. კი ბატონო. შენი ჯერია. მე ვირჩევ? კი. 5-ს ავირჩევ მაშინ. 5 აირჩევთ. გავხსნათ 5. კი, 5 მრგვალი ციფრია, შუა ციფრია. დიდი შანსია რომ 2000 არ იყოს. ვითომ? მაგრამ ვერ ვიტყოდი. მე არ მგონია ეს თანხა მოგეწონათ თქვენ. ეს არის 1500 ლარი. და არის 500 ლარი, არც კარგი. ძალიან მომწონს. ყოჩა გუგა. კარგი ციფრია. 500 არც 1000, არც 1500, არც 2000 ლარი არ გახსნილა. მე ვფიქრობ, რომ კარგი გაგრძელება. ახლა მეორე кейს ველოდებით. რადგან წინაზე ესეთი დაფიქსირდა რომ ორში იყო უკვე 2000 ლარიო. ეგრეც ნუ იტყვიო. ნუ სხვა ხელს ჩასაჭირი არაფერი არ გვაქვს და მოდი მაგას მივყვეთ და 200-ს ავირჩევ ახლა. აი, 2 აირჩია, 2 იყოს 2 მაგის დედაც ვატირე, ხო არ თავდება ცხოვრება. პირდაპირ გავხსნა გინდა ესე. კაბ და ეგრე მიდი არ მოატრია. შენც არ ნახო. და ეს არის ლარი და 80-ია, ეს X80 X თანხა გაიხსნა. და სხვათა შორის ზოგჯერ X თანხა არ აწყობს, იმიტომ რომ X თანხა შეიძლება დიდი თანხა იყოს. გუგა საოცრად რომ მივდივარ თუ ხედავ. მე კი ვხედავ ბანკი თუ ხედავს. ვერ ხედავს, იმიტომ რომ აი ეს ფარდა აქვს ჩამოფარებული. არ მგონია რომ კარგ ხასიათზე იმყოფებოდეს ჩვენი იდუმალი ბანკი და რეკავს. გისმენთ? ვაშა, ესენი მე მგონი ძალიან გაწაფულები არიან, ძალიან კარგად შეისწავლეს კარგი ყველაფერი. ინტუიცია აქვს ნამდვილად. მოდი ესეთი რაღაც შევთავაზოთ რა. არც ჩვენი, არც მაგათი 600 ლარი და ჰანგრემენის 2 ჩიპსი. მადლობა შეთავაზებისთვის. რომელი გემოცუნათ ის აარჩიონ თვითონ. გასაგებია, მადლობა შეთავაზებისთვის. იდუმალმა ბანკირმა მინდა თქვა, რომ საკმაოდ სარფიანი გარიგება შემოგთავაზათ. 600 ლარი თქვენი кейსის სანაცვლოდ და ზემოდან ჰანგრიმენის 2 ჩიპსი, რომელიც შეგიძლიათ ნებისმიერ სუპერმარკეტში შეიძინოთ, მეგობრებო. როგორი შემოთავაზება ჯერ ეს განვიხილოთ. ჩვენ ავიღებთ თუ არა ეს სხვა საკითხია, მაგრამ შემოთავაზება არის სამართლიანი. არც ისე. რატომ? იმდენად სუყე თანხებია დარჩენილი მინიმუმ ეგრე უწევს რა. 750 ლარი. სადღაც უწევდა. ამიტომ ავიღებთ. ჰანგრიმენის ჩიპს და 600 ლარს. არა მგონია ხო? არა, რა თქმა უნდა. ჩიპსები ცოტა მეტი თუ ყოფილი. თამაშია, თამაში იყოს. დავფიქრდებოდი. უარი არის მეორე, ასე ვთქვათ, შეთავაზებაზეც, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა challenge box-ი უნდა გავხსნათ. ციფრი იყოს 1. 1. აუ, ცუდი იქნება. ანუ ნახე 1-ში იქნება წითელი ძმა. challenge box-ი ნომერი 1. ეგრე ახლა დავალ, თქვენ გამ- წურველი მინუნა გქონდეთ, რომ მწვანე გაიხსნათ. წითელია 1000%. და ეს არის მწვანე challenge box-ი, რომელიც გახლავთ beatbox არტისტები. მე მგონი წითელია გუგა. შენ გადაგე. ძალიან თემატურად გახსენი, ჩემო გუგა, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგი 2 кейსის გახსნა, რომელიმე თქვენგანმა უნდა გააბიტბოქსოთ, თუ როგორ შემიძლია თქვა? ბიტბოქსით წარმოთქვათ. წარმოთქვათ რაიმე, ასე ვთქვათ, მუსიკა და მეორე უნდა გარემოს. ციფრს მე ვrჩევ, კაი, მაშინ ჯერ ციფრი ავირჩიოთ. ციფრი მოდი არ თქვა და რეპში გითხარი ციფრი. ციფრი რომელი არის? ციფრი შესაბამის ბიტი გესემოდი? ან შვიდზე სხვა ბიტი არა, აქვს. იყოს. არა იყოს. კაი, დავე. მოდი ამჯერად გავხსნათ რიცხვი 3. იმედია მე არ დაგჭირდება სკამი. ო, გაია. იდეალური დუოა და ხსნით ნომერ 3-ს. კი ბატონო. იმედია ისეთივე კარგი თანხა იქნება, როგორი კარგი beatbox და პერფორმანსი შემოგთავაზა ჩვენმა ჰანგრიმენის დუომ. და ეს თანხა გახლავთ აუ, ძალიან ცუდია ხო იცი. 100 ლარი! გარეპეთ. არ დაგჭირდა სკამი, ძალიან კაი. ჩემს მახსოვრობაში, რაც გადავხარშე, მოდი მინიმუმ იმას ვიტყვი, რომ ერთ-ერთი იდეალური სტარტი იყო რა და არა მარტო სტარტი, აგრეთვე გაგრძელება. ვაცა ჩვენი შენთან მოსვლა ყოველთვის პოზიტიურად სრულდება ჩვენთვის. ახლა მეორე რიცხვზე იგივე ბიტზე შემოგთავაზე. კიდე ბიტია? მოდი ხა შენ გაბიტე და მე ვიზა. მე რა გავბიცე? მიდი.
მიდი. მე რა გავვიჩი? შენ გაბითე იგივე. მითხარი მასწავლე. მოიცე მითხარი? მე ხარ ვაკეთე. ათი. ნომერი 10. ვალში 2000 არ უნდა ჩაიდოს. 10-ში 2000 ლარი არ უნდა ჩაიდოს. არ უნდა ჩაიდოს არც ერთი იმით. 10-ში უნდა იყოს 10 ლარი. დიდი შანსია უკვე აი აქ ერთ-ერთი ყველა შეიძლება 2000. ცხრიანი დავტოვოთ. 10-ში გამორიცხა. მოდი ცხრიანი დავტოვოთ 10-ს ბოლომდე. არც უყურებთ, ლაშა. პირდაპირ შეგიძლია შენ თვითონ ნახე დადე და გავაგრძელოთ. ორი არ იქნება წესით. ეს და რიგ. რატო? მე ძალიან დიდი სიამოვნებით შევასრულებდი ამ დავალებას ჩემო გუგა, რომ აი მარტო ჩემთვის რო გამეხსნა დამედო და გადამედო ეს кейსი, მაგრამ რა ვქნათ, თამაშის თავის წესები აქვს. 10-ში მოთავსებული არის 2000 ლარი. ჩაიდო რატასანანია? ვაა, მართლა გული აი ჩამწყდა. მგონია რომ ისევ გუგას უნდა ბიტბოქსი შემოითავაზებინა და ისევ ვაზდას უნდა გაერევა. ბანკირი რეკავს. გისმენთ ბანკირო? ლაშა, ამჯერად მოდი შევთავაზოთ იმაზე უფრო მეტი ვიდრე ეკუთვნით და იყოს 520 ლარი. მეგობრებო, ну, არ გაგიკვირდებათ 2000 რადგან მოიხსნა. შეთავაზებამ ცოტათი დაიწია 520 ლარი ჩიფსების გარეშე. გუგი რა ვქნათ გუგი? ითამაშოთ. ბოლომდე რა მოდი ბოლომდე იყოს. ბოლომდე ჯერჯერობით ბოლომდე. ჯერჯერობით ბოლომდე. დავუწევთ. უარია. არ არის ცუდი შემოთავაზება, მაგრამ მეტი შეიძლებოდა რა. გასაგებია. ამ შეთავაზებაზეც უარია, რაც იმას ნიშნავს, რომ challenge box-ზე გადავდივართ. აბა, ახლა რომელ challenge box? ესე იგი პირველი მეორე თუ არ იყო რთული, ხო? შესაბამისად. მესამე უნდა იყოს მაგ ლოგიკით, მაგრამ თუ მესამეც არ იყო მეოთხე, ხო? მეხუთე. წესით არ უნდა იყოს. თუ იქნება, მაშინ ნუ ჩემზე აღარ არის უკვე. რომელიც გახლავთ მწვანე challenge, მეგობრებო? ანუ მესამე მეოთხე არ არიჩიო რა, ერთ-ერთი წითელია. ოკეი, bro, ოკეი. მაგას შესაძლოა. რომელიც გახლავთ მაფიოზური შაურმა. მეგობრებო, ერთ-ერთი თქვენგანი რეკავს ბატონ G2G-სთან და მოგეხსენებათ მაფიის მეხუთე სეზონი დაიწყო, შაბათს დაიდება პირველი ეპიზოდი და ეუბნები შემდეგ ტექსტს, რომ თქვენ დაბრუნდით შაურმის ბიზნესში, ოღონდ არა Hungry-Man-ის სახელით, სხვა რაღაცა ბრენდით, არ ვიცი, არ გინდათ რომ გამოჩნდეთ, G2G-ის სახელით, არა, სხვა სახელი ერქმება და გინდათ რომ რამდენიმე YouTuber-ის არხზე სპონსორად შეხვიდეთ. ყოველი ღამის დროს შაურმა უნდა ჩაკბიჭოს G2G. ყველობის დროს არ ჩაკბიჭოს G2G და შეგიძლიათ გამდიდროთ, რომ პირველ გავარდნილ ადამიანს შაურმას გადასცემ. უნდა დავაჯერო, ხო? მიზანი ეგ არის, ანუ სერიოზულად მოვეკიდო ძალიან. კარგი. ეხა ხვდები ჰიტარას გწნობდა მაშინ, შენ რო გირეკავთ. G2 როგორ ხარ? თუ დროს ხარ გირეკავ? ესეთი რაღაც მინდა გითხრა რა, მოკლედ ჩვენ საშაურმე რო ქონდა, კი იცი. ხო და ეხა ვფიქრობთ დაბრუნებას მოკლედ. აი უკვე ფაქტობრივად ყველაფერი ხო რა, ოღონდ ერთი განსხვავებით. ჩვენი Hungry-Man-ის სახელით აღარ ვიქნებით რა, რაღაცა ახალი სახელით გვინდა რომ შემოვიდეთ. მოკლედ გვინდა რომ YouTube-ზე შემოვიდეთ და რეკლამები განვათავსოთ სხვადასხვა YouTuber-ებთან. ხო და შენთან გვინდა რომ მაფიის ღამეში როგორც ვიცი აპირებ ისევ ამ პროექტის ასე ვთქვათ გაშვებას და აი რაღაცა ესეთი რაღაცა ვიფიქრე რომ აი მაგალითად მაფიის ღამეში თუ თანახმა იქნები რა თქმა უნდა ყოველი მაფიის ღამის წინ რო ჩაკბიჩო შენ მაგალითად შენთვის და თქვენთვის ხო იცი რომ უას არაფერზე არ გეტყვით და ვითხოვეთ შაურმაზე და მე ვარ მაფიაში როგორ ჩავაინტეგრირე ბიჭო აი ეგა რაღაც ცოტა იუმორისტულად აი შენ რო ჩაკბიჩო ხოლმე ყველა ისი რა შენ გენაცვალე რა ხო და აი მაგალითად წინაზეც გქონდა თქვენ აი პირველ მოკლულზე მე რომ მოვკვდი რაღაცა საჩუქარი გქონდა და აი შაურმა რო გადავცეთ ერთი ცალი კოკაკოლით არ ამესასმელით კი ესე არა ბატო ამ სასაცილო ის არის იდეა ჰა სასაცილო იდეა არა შეგვიძლია რომ ჩიფსები ჩავაინტეგრიროთ არა ჩიფსები ჩვენს პრინციპში აი ჩვენთან არ გვინდა რომ იყოს და მაგიტო ვიფიქრეთ რომ აი შენთან აი შემოგელა მე და
ლაშას გამო. ლაშასთან ვარ, ლაშასთან. თუ გადავწყვიტეთ, აუცილებლად დაგიკავშირდები. შენ კარგი იდეაა რა და ჯიგარი. ესეთი კაცია, თვითონ ესეთი გულის პატრონი. ძალიან კარგი იყო, იდეალურად შეასრულე. ყოჩახ მათთვის, ვინც დაინტერესებულია კრიპტო მიმართულებით, WhiteBit Georgia ათამაშეს ბარსელონას მატჩის ბილეთებს. გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად გადდით აღწერაში მითითებულ ლინკზე. ყველას გისურვებთ წარმატებებს. ახლაც ვხსნით 2 кейს. ნიკა ნახე სურო 1000 და 1500 გავხსნათ 200 ლარი მაინც ჩვენია. გუგა, მოდი ერთ გეტყვი რა, მე-4 არ გავხსნათ. მე-4 იმიტომ პირველი, მეორე და მე-3 იყო დაბალი თანხა. კაი, მოდი ესე მიყოლებით არ იქნებოდა. 1500 ვიმუშავოთ. 4-იანი და 9-იანი არ გავხსნათ. 6-იანს დავაჭედოთ. 6-იანი დააჭედოთ. 6-იანი. 6-იანს დავაჭედოთ, შუაში არის და შუბში დავაჭედოთ მართლაც. აი რაღაცნაირად რომ კონდეს წარმოდგენა რომელ кейსში, რომელი თანხა რაღაცნაირად ალღოთი მაინც დაგეხმარებოდა. მომავალ შეგიძლია შეხედო face expression-ებით. აი ხა რომ გავაკეთო შეგიძლიათ face expression-ით რომ მიხვდეთ კი. ჩემი აზრით არის თანხა. ბიჭო 200 ლარი დაქვევით. თავიდან რომ ჩავწეროთ აი სხვა кейსზე რომ გავახსნებინოთ. 1500-ია, ხო? 1000. ეგრევე დაიწყო ისი. ყურები ნუ ჩამოუშვით მეგობრებო 1000 ლარისთვის ვაგრძელეთ ბრძოლას. ჯერ ნახე ბანკირის შემოთავაზებაზე მეტი თანხა გვაქვს. 4 кейსია ხა 1000-იანს არ დააჭედო ნიკა. 1000 თუ არის, უნდა იყოს 4-იანში. თუ არის. დიახ. თუ არ არის ამიტომ 7-იან შემოგთავაზებ. 7-იან. კი. ხსნით 7 ნომერს. ჯადოსნურ რიცხვს. წინამორბედ 3 ეპიზოდში არც ერთ მათგანში 7-იანში არ იყო დიდი თანხა. ეს სუდია. კარგით, ისევ face expression-ი გავაკეთო. ეს ისე ეგ არის ხო იცი. ო, აგოედო გარო. ჩემო ვასა, ბატონო. მე რო გითხარი, დიახ. არც ერთ ეპიზოდში არ ყოფილა დაბალი თანხა მეთქი. ხო გითხარით? ძალიან კარგი რომ მე გითხარით, იმიტომ რომ აქ არის 10 ლარი მეგობრებო მოთავსებული და ძალიან კარგია. აუ, მინდა რომ ლარი და 1000 ლარი დაგვრჩეს. ო, საინტერესო იქნება ეხლა იტუმალი ბანკირის შემოთავაზება. 800 რო გამოუშვას, დედას ფიცა ვიღებ ძმა. დაუკიდე რა. ვერ დავუკიდებ, არ შემიძლია გამანთავისუფლებელი. გამარჯობა, გისმენთ ბანკირო, მე მგონი რომ თქვენთვის სასიხარულოდ მიდის პროცესი. ბიჭო, კი, ძალიან კარგი პროცესია, იმიტომ რომ გონიათ რომ 800 ლარს შევთავაზებ, მაგრამ არა, მაგის ნახევარია შეთავაზება და კიდე 33 თეთრი ზევიდან რა. გასაგებია, თქვენ შეთავაზება ბანკის მიერ არის 400 ლარი და 33 თეთრი. სისულელი გადაეცი ბანკის. არა, არ არის სისულელი. როგორ არა, გუგა, 1000 აქ არის, ლარი აქ არის. ეს 200 ლარი და არ არსებობს. 500 ხო საშუალო. მე შეხედე შემოგივლე ეს 200 არ გიცვლის. როგორ არ გიცვლის? არ გიცვლის, 400 ლარია საშუალო მართლა. ზუსტად გავხო, ნახე ის 33 თეთრი, ანუ 1201 ლარი გაყო 3-ზე. ხო და ანუ ზუსტად ამ ვალუტნის ის არ ქნა თქო, მაგას ვიძახია. აჰა, ხა ეს საკომისიო არ არის. არ წაუღია დაჟე, ერთი თეთრი წაიღო საკომისიო. აი, ეს არის ბანკირი. ვერ გეტყვით მეგობრებო, ვინ არის ბანკირი? 200.000 გამომწერზე გავამჟღავნეთ ბანკირის ვინაობას. სამ ჩვენი სტუმრები ფიქრობენ, მანამდე თქვენ შეგიძლიათ დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწევთ არხი, რომ მალე ავიდეთ 150.000-ს. ლაშა ჩვენ რაზე ვფიქრობთ? აბა გისმენთ. რომელი გავხსნათ მაგას? რომელზე გახსნით? თქვენ უარს ამბობთ, მეც ანალოგიურად მოვიქცეოდე, იმიტომ რომ თქვენს ვიბი ბარათზე შესაძლოა კი არა, იმედი მაქვს რომ 1000 ლარი დაირიცხება ჩვენი WhiteBit Georgia სპონსორის მიერ. 1 ლარიც თუ დაძდე, შეიძლება ისე ავიყვანოთ ეგ ვაჭრობით, რომ გავხადოთ მე 200 და ახლა სხვათა შორის თქვენ მხოლოდ ერთი кейსი უნდა გახსნათ. თუმცა ამ ერთ кейსამდე challenge box-ი იხსნება. კაი, გავხსნათ, მაშინ 4 არა და 8. შენ გიწევს ახლა უკვე ესე ვიტყოდ. 8 ნომერი. ვიდეოს. წითელი შენ, სხვა ფერები მე. არანაირში. გინდა? არა. არ არის ეგეთ ჩელენჯები მაქვს დავაჭროთ კონდეს საქმე. რომელიც გახლავთ წითელი უწევდა მეგობრებო მე-4 challenge box-ზე წითელი არ გაგიხსნიათ და უწევდა random შეტყობინება. ოზის თხოვ დახმარებას, რომელიც შემოგვიტანს ბარათებს. ამ ორ ბარათიდან ერთი გახლავთ ლურჯი ბარათები, მეორე ყვითელი ბარათები. გუგა რადგან ასრულებს, ჯერ ლურჯ ბარათს ამოიღებს ვასა, თუ გუგა ასრულებს. არ ვიცი თუ ინასრულებს. არა, გუგა. ხან შეხედეთ რომ არ არის საჭირო.
გადეთ უბრალოდ აი ისე ჩავაწყო. გახსენივასა და წაიკითხე აწერია. მუსკულა. მუსკულა და თქვენოთ ყველაზე დაკუნთული ადამიანი, ვისაც იცნობ. ბატონო ვასო, თქვენ უნდა დაასახელოთ ისეთი იუთუბერი, რომელიც ასოცირებასაც გაუკეთებთ აი ამ აღწერილობას. თავხედი ვიქნები, ჰალკზე რო არ წავიდე. იუთუბერი, ჰალკი, გასაგებია. ახლა გუგა ამოიღებს ბარათს, სადაც არის რენდომ შეტყობინება და ჰალკს გაუგზავნის აი ამ შეტყობინებას. და ხმამაღლა წაიკითხეთ თუ შეიძლება შეტყობინება. ამ სამყაროში მარტო მე და შენ რომ მივიყოთ, რას იზავდი? ეს ტექსტი და მიწევთ. აი ეს არის ზამნა ნამდვილად. ჰალკის თვითერი იცით ხო? ინსტაგრამი შეგვიძლია ინსტაგრამი. ინსტაგრამი, ლევან სავინაშვილი. სადაც გაგიხარდება. პერიეცლება თანოწერს. რას იზავდი რო არის კიდე კარგია, რას მიზამდი რო წერია. არა, მაგას არ გაკეთებ. მე რას იზავდი უბრალოდ? მე რო ჟელობდით ხო, მე დავტოვოთ არ დავტოვოთ. არანაირად რაც წერა ის გადავიტანოთ. მიწერეთ და უბრალოდ დაგვისკრინეთ თუ შეიძლება. რას იზავდი? კარგი, დიდი მოკითხვა ლევანს, სოფლიოს უძლიერეს მკლავჭიდელ ადამიანს მთელი გულით წარმატებები მას. ახლა ჩვენ მხოლოდ ერთი кейსი უნდა გავხსნა. ამ ორი кейსიდან საბოლოო გახსნა. ორი ლოგიკაა. ერთი ცხრიანი, რომელიც მე ურჩიე და მეგონა რომ დიდი ციფრი იყო, რიცხვი. და მეორე არის 4-იანი, რომელზეც ვთქვი, რომ სავარაუდოდ პირველი სამის მერე, რომ სადაც დაბალი იყო. აი ხის წინ დავიკარგეთ უკვე. ლოგიკა აღარ არის. აი ხის წინ დავიკარგეთ. არის ვერსია სხვათა შორის. სხვათა შორის თქვენ აქ პირველად მოხვედით ჯახის გადაცემაში 3 კაცმა მოიგეთ 1000 და ეხლა შეიძლება 1000 2 კაცმა კი მოიგეთ. ბატონო, მაშინ ცხრიანი. ყურები არა მაქვს. ცხრიანს ხსნით. ადრენალინის გამოყოფის გასაგებია. ოდენობა ჭარბობს. 9 ნომერი, რომელიც ერთ-ერთი კანდიდატი იყო თავიდან არჩევს. კი. ანუ ჩვენივე ლოგიკას ბიჭო, რომ ხედავ დავიკარგე ამ ლოგიკას. გუში ლახვარი ჩავეცით და ცხრიანი ავირჩიეთ ესე. მითხარი როდის შევხედე? აღარ მინდა რაჩი. პირდაპირ შემოგვიტრია. აუ ვასა ბიჭო არა სტარტი ხონდა ძალიან კარგი ნახე გუგამა ძალიან კარგად გააკეთა კარგად დაიწყო და 9 რო აგერჩიათ მინიმუმ 1 ლარი არ შეგხვდებოდათ მეგობრებო ძალიან კარგია ძალიან კარგი გახსნა იყო 1 ლარი რომელიც ძალიან ჯეროდა ვასას თავიდან აგაში ესაკ საბოლოო ჯამში ისიც ვასას გადაწყვეტილება იყო რომ დაეთახმა გუგას კი იმიტომ რომ გუგა მომცა ისო თავიკარგე და ახლა კი ველოდებით საბოლოო შეთავაზებას და ნახოთ რა იქნება. დიახ, ბატონო ბანკირო. ლაშა, მოდი ცოტა ინტრიგა რო შემოვაგდოთ თამაში. ბიჭებს, მოდი მივცეთ ერთი challenge box-ის გახსნის უფლება და მერე დაუბრუნდები უკეთეს შემოთავაზებით, ვიდრე ეხლა ვიქნებოდი. გასაგებია, მადლობა. ბანკირის შეთავაზება გახავთ, რომ გახსნან ერთი challenge box-ი და ჩემს მიერ შემოთავაზებული შეთავაზება უფრო უკეთესია. უარი არის ამ შეთავაზება. ვაგზელებთ თამაშს. პირდაპირ არ არის მიღებული ეს. გისმენთ, ბატონო ბანკირო. კაი, სურვილი წავართ, ვალდებულება აქვთ ეხლა უბრალოდ რომ აირჩიონ რომელიმე, იმიტომ რომ უკეთეს შეთავაზება მინდა გაუკეთო ბიჭებს და არ მინდა გაუშვა სახლში უფულოდ საერთოდ. გასაგებია, მადლობა. მეგობრებო, ჩვენი იდუმალი ბანკირი, რომელიც მთელი თამაშის განმავლობაში თქვენს გვერდში იდგა და მხარს იჭერდა და გულუხობა არაერთხელ დააფიქსირა, ახლა კი არ გთხოვთ, მოითხოვს რომ ერთი challenge box-ი გაიხსნას, რადგან ეს თქვენს შედეგზე უკეთესად აისახა. აი დაერეკა მე თავი. უარს კი არ მეთხოვდი. გუგა მოდი, რადგან მერვე იყო წითელი, მე 7 წელიწადში თავი იყოს წითელი, ასე თქვა. თუ შეიძლება იყოს. კარგი, შეიძლება იყოს. 7 ნომერი challenge box-ი, რომელიც გახლავთ ყვითელი. და ეს ყვითელი მისტიური ყუთი, მეგობრებო. კაიო. მართლა კაია, შეიძლება საჩუქარიც იყოს. არ ვიცი, ბრეხა ყუთს შემოვიტანთ და ხელს შეყოფთ და გაიგებთ შიგნით რა დევს საჩუქარი დევს. პირდაპირ მოუჭირო რაც არ შეიძლება. ვასა, ნახე, შენი მიზანია რომ ხელი უნდა შეყო, არ შეხედო, ხელი უნდა საზრუნო შეყო. იქნება ნიკ. რა ცუდი მომენტია. გოგოები რო კივიან აუ ბიჭო, ნახე, არ ქნა. რა არ მომწონს ეს სახეები აქვს რაღაც საოცრებას ელოდებიან და. გამოვა. აუ არ მინდა რა. უნდა შეყო. გარკვე ხა მიადე ხელი მოძრაობს, არ მოძრაობს. შეიძლება ქედანაც. კი, როგორ არის? ორივე ხელი უკეთესი არის.
დაჟე? კი, რა თქმა უნდა. სად არის და? მოძებნე. ბიჭებო, გადავულოცავ ჩემს კოლეგას. არა, მოძებნე. ვაიმე. შეხე პირდაპირ. მიდი. სპეციალურად მაზარს მე შევყო. ნახე, შევეხე, იყო ძალიან ფაფუკი რაღაცა. მე ორი მხარეს გაიქცა. ეხა იქით არის. გონია რომ აი რაღაცა ისეთია. თაგვი. მგონი. თაგვი. აგვი არ არის სწორი პასუხი. იქით და კუთხეშია ვასა. აი, ეხა გუგა ხო თუ არა. თუ ვერ გამოიცნობს ხო თქვა. არა, ვასა. აბრუნდი. გეუბნება სამყანი. აუ არ მინდა რა ბიჭებო. ნუ გეშინია. მართლა აი ხო იცი თუს არაფერს არ გავაკეთე. ვახჭი. რა იყო? უძროობთ, ეხა აქეთ იყო და იქით არის და. ან შეიძლება აქ ზლად არის, გაიგე. აუ მომე მე გეტყვი მიდი რა, მიდი. აი კაცი. აბა გუგავნა ხო? აქ არის. მადარი. სათამაშოში. მართალი ბძადები, სათამაშო მე არის. ვიფიქრე ხო იცი? ახლა ახლა პანიკა რა თქმა. ორივე იყო, ვიფიქრე ისე საფამაში. მადლობა გუგა რომ გამომაწვენე ამ. შენ ვახანალი ცოდნები დავიღალე და მე მოგილოცავთ ამ ჩელენჯის შესრულებას და ახლა ველოდებით უკეთეს შეთავაზებას. ნახოთ რა იქნება. დიახ, ბატონო ბანკირო. აი, ბიჭებმა, რადგანაც ესე ვაშკაცურად შეყვეს ხელი ამ მისტერი ბოქსში და იპოვეს სათამაშოები, მოდი ახლა გადაწყვიტონ ამ ყუთს დაიტოვებენ თუ გაცვლიან იმ ყუთში, რომელიც არის დარჩენილი. 4 ნომერი 5 თუ 8 ნომერი 5. აი, მადლობა. მეგობრებო, ჩვენი გულუხვი ბანკირი გთავაზობთ, რადგან თქვენ ჩელენჯ ბოქსში შეასრულეთ, შეგიძლიათ დაიტოვოთ 8 ნომერი, რომელიც თავიდანვე აირჩიოთ, ან გაცვალოთ 4 ნომერში. და როგორც ვიცით, თქვენ დარჩენილი გაქვთ 200 და 1000 ლარიანი თანხი. ჩვენ თავიდანვე გქონდა გადაწყვეტილი ორის ხარისხების ის იქნებოდა არჩევანი, ან ორის ფიქრობით, ან ორის კვადრატს, ან ორის კუბს. რაც არის 2, 4 და 8. რადგან დაგჭა 4 და 8. ძალიან საინტერესო ლოგიკა არის. ორივე მიგაქვთ. ხო და აი კვადრატი თუ კუბი ნიკა. გაცვლა ყოველთვის კარგიაო ამბობ. რატო აბა? მაშინ არ უნდა დაიტოვო. უნდა გაცვალო. ხო, უნდა გაცვალო. იმიტომ რომ უფრო მეტი შანსი გაქვს რომ იქ მე არ ვიცი ამ кейსებში რა დევს, მაგრამ მათემატიკური ალბათობით ჯობს რომ გაცვალო. ის გაცილებით მანქანის არჩევა რო არის ხო იცი 3 გაიაში. და უნდა შეცვალო აუცილებლად. აი აქ არის უსასრულობის სიმბოლო, ნახე თვალებზე. ეგეც არის. ხო არის. ანუ თავიდანვე გათვალეთ რომ ჩვენ 8 დაგვრჩებოდა, ავირჩევდით 8-ს და ეს სათამაშო სპეციალად რიანის ამის. მე ზოგადად შევცვლიდი, მაგრამ შეგვიძლია სიამოვნება. ეხლა თუ მე უნდა მაგინო შეიძლება შეცვალო. გუგა მაშინთვის 1000 ლარის გამიგინები ვერეს მე. არა, შენ ამუშე თუ აიღებ, კი ბატონო, ორივეში მოგება შეება, გაიგე შენ, რას მიგეთქვი? დავტოვოთ. აი რადგან რუიანი არის, შემოდი პატრიოტს წემ მე შენს. ოუ, იყოს 200 ლარი იყოს რუიანის, მირჩენია და 4000 რა. თუ გაინტერესებს მართლა. თქვენი გადაწყვეტილება, საბოლოო გადაწყვეტილება არის 8 იყო. 8. ნომერი 8. გადაწყვეტილება მიღებულია, თქვენ დაიტოვეთ, არ გაცვალეთ. კი ბატონო. ამიტომ ახლა ჩვენი გუგა მოვა 8 ნომერთან ერთად, 8-საც ცოტა ემოციურად დაღლილი არის. დადგება ჩემთან, ჩემს მე გავხსნი და ჩვენ გავხსნით ორივე ერთად გავხსნით. და შეუძლია გაცვალოს მე? არა. მასა, აიღო 4. კაი. სამწვაზე ორივე გავხსნით. და არ შეხედავთ. ჩვენ არ შევხედავთ, მაგრამ 800 რეაქციაზე მივხვდებით რა ხდება. რეაქციაზე და მე გეტყვით. 3, 2 და 1 და თქვენ მოიგეთ 1000 ლარი გიგილოცავთ. გუგი, ბრავო. კი არა, სადე ჩემ ემოციას ვაპირებდი, მაგარი შოუ უნდა დამედგა და არ ისეთ შესავალი გავუკეთე. გუგა. მაგარი ბიჭები ვარ. ევროპულად. ძალიან მაგარი თამაში იყო. თან ხაზ გაუსვამ რომ არ გაცვალეს, ანუ ის მათემატიკური ალბათობა არ გამოიყენეს, რაც ორმაგად დასაფასებელია და 1000 ლარი მოიგეს. 1000 ლარი, რომელიც ჩვენს მეგობრებს, ჩვენი სპონსორისგან Whitebit Georgia-ს ანგარიშზე დაერიცხება ლარის stablecoin-ის სახით, რომელიც შეუძლიათ რომ ან გამოიყენონ, გააკეთონ პირველი ინვესტიცია და რაიმე კრიპტო შეიძინონ, ან პირდაპირ გადაიტანონ საქართველოს რომელიმე ბანკის ანგარიშზე, ან VB ბარათზე, რომელიც კრიპტო მეგობრული ბარათი გახლავთ და სადაც გაგიხარდებათ, გახარჯოთ ეს თანხა VB ბარათის დახმარებით, ან პირდაპირ გაანახტოთ ნებისმიერი ბანკომატიდან.
უღრმესი მადლობა მადლობა თქვენ. ლაშას და ვიბი ბარათის ლაშას და ყოველ კომპანიას White Beats. და მის კოლექტივს, ლაშას კოლექტივს, ვინც ამ გადაცემას ჩაუყარა საფუძველი და უყრის ყოველდღიურად საფუძველს. ბრავო ლაშა. უღრმესი მადლობა მეგობრებო იმისთვის რომ უყურეთ გადაცემას, აუცილებლად დაალაიქეთ, მალე ავიდეთ 150,000 გამომწერზე. მადლობა თქვენ და წარმატებებს გისურვებთ.